როგორც ირკვევა მეტროპოლიტენში საქველმოქმედო ყუთით გადაადგილების ორგანიზება საქველმოქმედო ორგანიზაცია დარეგისტრირებული ფონდი მომავლის იმედი ბავშვებს ახდენს. სპეციალურად თანხის შესაგროვებელი ყუთების აღებაც ამ ორგანიზაციიდან ხდება. შესაბამისად ყუთში შეგროვილი თანხაც იქ ნაწილდება. ჩვენ მათ წარმომადგენლებს სტუდენტებად გავეცანით და მეტროში ყუთებით მუშაობის დაწყების თხოვნით მივმართეთ. Bitte გავარკვევთ ხა ჩვენ. ჩემ ნომერი მომეცი. გაგირეკავ. და გაგაგებინე ფული მეწყვილის კიდევა გამოსავლებს ფულში თუ არა და მაშინ ნახოთ შეიძლება ჩვენთან გამოსავლება. 10 წელში ერთხელ მინდა ფული ბავშვმა. ხო, ანუ ჩვენ არ მოგწევთ ჩობელი მოდის თვითონ. ანუ ეხლა რომ ბავშვებს მუშაობ, იმას ბანკში ვუყოთ, იმიტომ რომ თურქეთშია ეხლა. აჰა. და რამდენი საძლევს? ეხლა ამ სამბო. მაგრამ ბავშვის ფული აწნა გადაიდოს იმას დებ. შემდეგ დანარჩენ ამ პროექტს შემუშავებ მაშინ 12 წელს ვიყოფენ. ან წელს 15 წელს გავაკეთებ, ხო? კი, დაახლოებით ეგრე შეიძლება მედით არ ვიცი. გაჩნია დანარჩენი ფული დანარჩენი ფული ეს უკვე შეენდამი არ გვეხება. ხო, ეს ვისახებ. ეს ჩვენთან არ ვისახებ. სანახები, მაგრამ ეს უფრო ოპერაციის როცა მოდის ბავშვთან მიცეკვათ. ანუ მოკლედ, წადი მარკეტში. მარკეტში მეტროდან როგორც შემოხვალ, იკითხე მაღაზია იდენი. სპორტების დაიმების მაღაზია. ხო. მაგის მე-6 სართულზე არის ოფისი მომავლის იმედი ბავშვები. საბოლოოდ ჩვენი ჟურნალისტები მუშაობის დაწყების მიზნით ვარკეთილში მდებარე საქველმოქმედო ორგანიზაციაში მივიდნენ. რამდენსაც შეაგროვებს იმის რაღაცა. მომავლის იმედთან თანამშრომლობა არ შედგა, ამიტომ საქველმოქმედო ყუთი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ. ბავშვის ფოტო ინტერნეტით მოვიძიეთ, ეგრეთ წოდებული ავადმყოფობის ისტორიაც მოვიგონეთ და მეტროში ჩავედით. რამდენიმე წუთში ყუთის ახალ მფლობელთან ჩვენთვის უკვე ნაცნობი ეგრეთ წოდებული ქველმოქმედები გამოჩნდნენ და კონფლიქტიც დაიწყო. ჩვენ დაგინახეთ, სწორედ საერთოდ მეტროში იმან რო არ დაგინახა და აგრეგატი გარეგანი სტანდარტი ხო რა არა ხუთი როია რო იმას აფიალია და დაიწყენ ეს გაგაჩერე ეს ხუთი დაგიწყდა შენ თვითონ ფული არ მოყაროთ და შენ რას გეკუთვნი შენ ახლა ბანკთან არ მიგავს შენ ამთან ხაჯიბეში იდი აი ამას იცი რა მაინტერესებს ანუ საბუთები რო წამოვიღოთ ხოლმე მაინ შემიქნის ის ვიღაც ხალი პრობლემას რომ ვიღო მეტროპოლიტენში. არა, მომისმენე ის ხალი პრობლემას იმ შემთხვევაში შეგიქნის თუ ხუთი არ გექნება დამოკიდებული. ჩემთან არ შეგექნება პრობლემა, შენ შეგექნება პირველ რიგში ხალხთან და უბრალოდ. ანუ ეს უფროსი საერთოდ ნიშნავს, ანუ ვერ უფროსი რას ნიშნავს? ანუ ეს ხო რომ მოდივარ, ის ამოწმებს. უთები დაუფული გვაქვს თუ არა? რა ამ ხალხს? იმონაქვია. ამას ეხლა რა უნდა გიქიდო? ჩვენ ვიღებთ 15 კლასს. ანუ ეხლა მე ჩემი მეგობარი არა მალევე დიდუბის მეტროსადგურში ვინმე ილონაც გამოჩნდა. დაახლოებით 10-მდე მოწყალების მთხოვნელ ყუთიანებთან ერთად. კონფლიქტი მათ და ჩვენს გაგზავნილ ქალბატონს შორის უფრო გამწვავდა. ხოიცა ერთი წუთი რა ერთი წუთი შენ საერთოდ არ უნდა მელაპარაკო ერთი წუთი ვერ გავხარდები კი ეს არის აი მითხარ რა საბუთები მოვიტანა საბუთი აი ბავშვის საბუთი და ის მაშინ შენც მაჩვენე საბუთი შენ რატომ უნდა მოვიტანო ეს
კაი, ვინ ხარ? ილონა რა გვარი ხარ? გვარი? რა შენი საქმეა? აბა რა შენი საქმეა? მე ვივლით თუ არა, კაც ხალხი მეხმარება, ხო? შენ გეხმარება? საბუთი მოიტანე ბავშვის მის. არა, მოიცადე, შენ გეხმარება ხალხი? მე ეხლა საბუთი მოიტანე, მალო ვის ეხლა მე გეკითხები, ილონა აღარ გეკითხება უკვე. საბუთი მოიტანე. შენ გეხმარება ხალხი? შენ გეხმარება თუ ხალხი? შენ გეხმარება თუ ბავშვს ეხმარება ხალხი? ვის ეხმარება ხალხი? რას ქვია და შენ მე სახელს მიფუჭებ აქ შენ ეგ არის? ხო და მაგიტო გეუბნები. ხალბატონო ილონა, მაინტერესებს თქვენ რატო უნდა მოგიტანოთ ეს საბუთები? მე გეტყვი რატო უნდა მოუტანო? იმიტომ რომ შენაირებმა აქ არიან რომ მაგიტო უნდა მოუტანო. ვის არის და შეფია აქ? ვისაც ხედა ყველა შეფია. ურთიერთშელაპარაკება პატულსა და დახმარების მთხოვნელებს შორის გაგრძელდა. შენ რამდენს ტოლიკირებ ეხლა მართლა ვერ გავა. აბა რაზე ვიყური ხარ? მუშაობ ბავშვე ჯერ. მას რუმა. შენ და რაც შილაპარაკობ. როგორ მოხალხეს? ადრუმა. აი გეხვედა პროექტი დაუხული ხუთები და მომნახე. ვინ არის? არ ვიცი რა და. რა დაიხული ყოდი რა მნიშვნელობა აქვს? დალუხული გრაუნდი გახსნილია. დიდი მნიშვნელობა. რას ლაპარაკობ? ესენი ხომ იარბერინებენ. წამოდი რა ილონა, წამოდი. საწამო. ვერა პრეტენზია გაქვს ამ ხალბატონს. მე რა დაგვესიენა მე ვახლა. მე დაგესიე ბიჭო. საბოლოოდ გავარკვევთ, რომ ვინმე ილონას ნებართვის გარეშე თბილისის მეტროში თანხის შესაგროვლად ჩასვლას ვერავინ ბედავს. ვინ არის ილონა და ვისთან მიაქვს ავადმყოფი ბავშვების სახელით შეგროვილი თანხა უცნობია.